აი ეს არის სტომატოლოგიური კლინიკა, რა? Почти всю улицу снимает. რა ქვია, რა ქუჩაა ესა? აქ იყო, აი, სისხლი აქ იყო და გარეცხილია ეხა ეს. Табармепис куча. ეს არის სტომატოლოგიური კლინიკა? Да. სად არის აბა ეს კამერა? Вот. Где камера? Вот здесь. Клиника. Не камера. Камера вот здесь. აი ხა ჩვენ მეგობრებო ვიმყოფებოდ იმ ქუჩაზე, სადაც არის გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო შტაბი და სადაც უშუალოდ მოხდა დარბევა. აი ამ წუთას ჩვენ ვდგავართ მომიჯნავე შენობასთან, გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო შტაბის მომიჯნავე შენობასთან, სადაც განლაგებული არის სტომატოლოგიური კლინიკა. აი ეს რვანათებს ხედავთ, რომლის თავზეც არის ვიდეო სათვალთვალო კამერა. ანუ წესი და რიგით მთელი ეს დარბევა, რაც დღეს მოაწყო ქართულმა ოცნებამ, ქართული ოცნების დეპუტატისა და მისი ძმის მონაწილეობითა და ორგანიზებით უნდა იყოს დაფიქსირებული. აი თქვენ ხედავთ კამერას, რომელიც ზუსტად არის მიშვერილი იმ ადგილისკენ, სადაც ხდებოდა დარბევა. აი ხა ჩართულია ეს კამერა რა და მაშინაც ჩართული იქნებოდა ყველა შემთხვევაში. აი ესა. წამოვიდგინეთ აი აქედან, აი აქედან დაახლოებით 50 მეტრში არის გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო შტაბი. აი ხა მივიდეთ. აი ეს შენობა გახავთ გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო შტაბი, ხა არ ჩანს სიგნალი. ამ შენობის მოპირდაპირე მხარეს გახავთ საშუალო სკოლა, რომლის ფასადზეც და ასევე არის დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერა. Нели где-то средняя школа, да? Да, грузинская школа. აი ეს არის უშუალოდ ოფისი. აი ხა სიგნალია და უბრალოდ არ ჩანს სისხლის კვალი, აი ეს სისხლის კვალი. სისხლის გუბეებია პრაქტიკულად გარეთ, არათუ კვალი. აი აქაც აი შენობაში, აი თქვენ ხედავთ, ეს არის შენობა, სადაც ნუ აი ამ ზოგადოებითაც ხედავთ სისხლის კვალს. აი აქ უშუალოდ შენობაშიც იყო დაპირისპირებული. აი თქვენ ხედავთ. აი აქამდე. აი ეს არის უშუალოდ. აი ხა ჩვენ ვიმყოფებით უშუალოდ გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო შტაბში. აი აქ ხდებოდა მესამე თუ მეორე ტალღის შეტევა შტაბის წევრებზე, ეს ყველაფერი დაიწყო პარალელურ ქუჩაზე დაახლოებით. ნახევარი საათის შემდეგ გადმოინაცვლეს თაბარმეფის ქუჩა, თაბარმეფის ქუჩაზე, სადაც შტაბი არის განთავსებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მოპირდაპირე მხარე ზუსტად შტაბის და ამის შემდეგ დაახლოებით 6-7 ადამიანი ამოცვიდა უშუალოდ შტაბში, შტაბის შენობაში ოთახებში. ხო. 4 შიგნით ვინ შემოვიდა. ეს არის შტაბი უბრალოდ. კლიანი. Они ხანემ. მე ხა შეგნებულად განახეთ ორი შენობა გაჩვენეთ, რომელზეც არის დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერა. ხელისუფლება და პოლიცია ვერანაირ შემთხვევაში ვერ იტყვის, რომ კამერა არ არსებობს. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით წაშლილი არის ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი კადრები, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ვერ გაბედავენ, თუმცა იქ სადაც მუხთალის გატაცების
შემდეგ და მისი ამსახველი კადრები წაშალეს დაახლოებით 130 კამერიდან თბილისში, რაგაც უკვირია, რომ ეხლა ახალ ქალაქში დარბევა, რომელიც მოაწყო ქართულ ოცნებამ და გადაიღო სათოფლო კამერებმა, არაჩვენო საზოგადოებას. Говорит, дайте мои деньги, я уйду. ეს არის და ჩაძები ჩვენ წავიდით პოსტი მიუდგანაც ეხლა თუ შეიძლება ადამიანები მინდა აწოჩენო კიდევ ერთხელ მინდა ბევრმა Facebook მეგობარმა უკვე ნახა მაგრამ მათთვის ვისაც არ უნახავს და არ მოусვენია ეხლა მიხეილ მაქვს საფულე რომელიც გრიგოლ ვაშაძეს შტაბში იმ შენობაში სადაც გრიგოლ ვაშაძის შტაბი არის განთავსებული დაუვარდა დარბევის თავარ ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს უშუალოდ ვინც ფიზიკურ ანგარიშვალებაზე იყო გადმოსული ხელკეთით ხელში ენზემ კოიანის ძმას ენზემ კოიანის მონაწილეობდა ამ დარბევაში რომელიც გახლავთ ქართული ოცნების დეპუტატი და მისი ძმა უშუალოდ გრიგოლ ვაშაძის შტაბში შემოვიდა ანუ ფიზიკურად აი აქაც გამართა მუშტიკები და გასვლისას მას დაუვარდა აი ხა ჩვენ ხე ჩაგვივარდა ეს საფული რომელშიც არის მოთავსებული მისი პირადობის მოწმობა ეს ბატონი გახლავთ მარტუნ კოიანი მართვის მოწმობა მარტუნ კოიანის ქართული ოცნების დეპუტატის ძმა ასევე აქ არის ფურცელი რომელიღაცა კომერციულ დაწესებულებაში გადახდის თვითარი რომლის უკანა მხარეს მიწერილია საავტომობილო ნომერი ეს ნომერი სამანქანო ნომერი ეკუთვნის გრიგოლ ვაშაძეს შტაბის ხელმძღვანელს ეს კიდევ ერთხელ დამატებით ადასტურებს რომ ეს თავდასხმა რა თქმა უნდა იყო ორგანიზებული ისედაც ახლა ეჭვაოს არ ეპარებოდა მაგრამ ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულება არის ხე ჩაგვივარდა ასევე დოკუმენტი რომელიც ხელით ნაწერი სადაც კონკრეტული თანხებია მიწერილი კონკრეტულ სოფლებზე რომელიც როგორც ჩანს ან გაიცა არჩევნების დღისთვის ან ამიერიდან აპირებენ გაცემას ეს თანხები ჩამოთვლი უბრალოდ 95,000 258,000 106,000 და სოფლებია კონკრეტული მითითებული აქ არის მოკლედ საკმარისი მტკიცებულება იმისათვის რომ ხელისუფლება ვერ გაბედოს და ვერ თქვას რომ ქართული ოცნების დეპუტატი არ იმყოფებოდა და დეპუტატის ძმა არ იმყოფებოდა აი ჩემო ბატონო იქნებ ხა ვინმეს მოუვიდეს თავში აზრად ან ლაშა ნაცუშის ან შალვა რამიშვილს ან ნებისმიერს რომ ეს პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა მე მოვიპოვე ენზემ კოიანის სახლიდან ანუ მოვიპარე იმედია ესე არ გაგიჟდებია. ამიტომ ეს ყველაფერი ხა ინახება ჩემთან და იმედია უახლოეს საათებში დააკავებენ ჯერჯერობით როგორც მინიმუმ ამ დეპუტატის ძმას და ამოიღებენ კადრებს ვიდეო სათვალთვალო კამერიდან. სადაც ჩანს ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ თერეთის განმავლობაში. აი ეს არის ქართული ოცნება, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც თქვა და საკუთარი აქტივისტები დაგეშა გამარჯვებული კანდიდატის შტაბების წინააღმდეგ და გუშინ კასპში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაალახეს გრიგოლ ვაშაძის იქაური შტაბის წარმომადგენელი გუშინში მარნეულში დღეს ახალ ქალაქში. ეს არის და ეს და საფრთხე აღმოჩნდა აქ. უნდა შეგრაი. ხო ხრივი. ჩვენთვის ექსკლუზიური. კამერის აქედან. ობა, ცალკე. ძალიან მოკლედ. ე ბატონო, ეს არის საფულე, რომელიც ერთ-ერთ თავდასხმელს გასვლისას დაუვარდა ამ შემოხვაში ამ შენობაზე. ამ საფულეში არსებული დოკუმენტაციით ირკვევა
რომ ამ საფუძველზე მე პატრონე პირადობის მოწვევის მიხედვით არის ქართული ოცნების დეპუტატის ძმა. მარტუნ კოიანი. მარტუნ კოიანი. არის ასევე საბანკო კრედიტ ბარათები. აქ იყო მისამართი. ბატონო? მისამართი იყო. მასამართი არა, ბოდიში, მანქანის ნომერი. მანქანის ნომერი არის ჩვენი შტაბის ხელმძღვანელის ახალქალაქში. ანუ ეთყობა ჩაიწერა ბატონმა ქართული ოცნების დეპუტატის ძმამ, რომ არ შეშლოდა, იმიტომ რატო მანქანის ნომერი? ვინაიდან პირველი თავდასხმა განხორციელდა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ყოფ ადამიანზე, რომელსაც გაუსწორდა ნუმოწყალოდ. აი თუ ხედავთ აი პარალელურ ქუჩაზე. ერთი წუთი. სადაც გადახდის გიტარია. მე ვფიქრობ ყველაფერი ცხადია, ხა ჩვენი ამოცანაა მოვემზადოთ, თუ კი ხა 1 საათში ქალბატონ ზურაბიშვილმა არ მოიხსნა კანდიდატურა, არ ვიცი ჩატარდება მეორე ტური და ამ მეორე ტურზე ძალიან მშვიდად ორგანიზებულად მივიდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა საარჩევნო ურნასთან და უარი უთხრათ ამ ბოროტ მოქმედებს. რითი არის განსხვავება? წარმოიდგინეთ ხა რა ხდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში სამწუხაროდ. მიუხედავად ტექნოლოგიური ერისა პროგრესისა, რომელიც განიცადა ტექნოლოგიებმა უკანასკნელი 10 წლების განმავლობაში, მაინც ძნელად აღწევს ის ამბები, რომელიც ნინოწმინდაში და ახალქალაქში ხდება, მათ შორის დარღვევების შესახებ თბილისამდე, ქუთაისამდე და შემდეგში. რამდენს ბედავს აქ ეს ადამიანის ენძელ კოიანი. ეს არის ადგილობრივი ოლიგარქი, რომლის ბალანსზეც არის პრაქტიკულად ყველა კომერციული ფარტი, რომელიც არსებობს ახალქალაქში, არსებობს ნინოწმინდაში. ყველა რესტორანი, ბეზი გასამართსადგური, ყველა სალონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავისი ბანდ ფორმირებები, ანუ ახალქალაქელი ფარცხალაძეა. თბილისში ხო ყავს მსხვილი კალიბრის მაფიოზი, რომელიც ძირითადად ოპერირებს თბილისში, ეს არის ფარცხალაძე, რომლის ასე თქვა გავლენები თბილისის მიყვარს ვრცელდება, მაგრამ ადგილობრივი ფარცხალაძე გახლავთ ენძელ კოიანი და მისი ბანკ ფორმირებები ხელკეტებითა და ეგრეთ წოდებული კასტეტებით შეიარაღებული. რა გითხრა დედონი? ყველაფერი ხელის გულზე დევს. ველოდებით რამდენიმე საათში მაინც დაკავებული უნდა იყვნენ ერთი ზრდილობის გამო მაინც. ნიშნად იმისა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ. ერთი ადამიანი მაინც დააკავეთ. ეხლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ენძელ კოიანის ოფისში არის ძალიან ბევრი ადამიანი მობილიზებული საკუთარი აქტივისტებისა და არ ვიცი ეს რა საკეთებენ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გასულია 5 საათი და არც ერთი თავდასხმელი არ არის დაკავებული. Только что прочитали, потом ваши. По закону второй все равно. Что означает, что... Да? Может, лучше да? თავარი რამე თქვა, როგორც გითხარით, პირველი თავდასხმა მოხდა პარალელურ ქუჩაზე, პირველი თავდასხმა. და ჩვენი წარმომადგენელი CSKO-ში გადაადგილდა მიდიოდა იმ შენობაში, სადაც განთავსებულია CSKO-ს ოფისი, რათა შეეტანა საჩივარი. თქვენ იცით, რომ უამრავი დარღვევა დაფიქსირდა და ამიტომაც არიან გაგიჟებული, რომ მიუხედავად დარღვევებისა რეალურად ვერ გააყალბეს იმ ხარისხით და იმ მასშტაბით, რა ხარისხით და მასშტაბითაც მათ უნდოდათ. ან პირველი ადამიანი, ვისაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ, ამ ადამიანს მიქონდა საჩივარი. უბრალოდ ეს საჩივარი ხა როგორ ადამიანი არის გადაყვანილი რეალმობილით თბილისში და როგორ მიაღწევდა, ხო? ამიტომ ეხლა ჩვენ ვაპირებთ CSKO შენობაში მისვლას და შეტანას
პირადად აი იმ საჩივრისა, რომელშიც მითითებულია კონკრეტული საარჩევნო უბნები და ვასაჩივრებთ. ანუ მაგალითად, აქ წერია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების ნომრებია მითითებული და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებზე კომისიის წევრების ხელმოწერები ვიზუალური დაკვირვებით შესრულებულია ერთი და იგივე პირების მიერ და არის გაყალბებული. ანუ არის ოქმები ახალ ქალაქში, სადაც შემაჯამებელ ოქმს აწერს ერთი და იგივე ადამიანი. ანუ მაგალითად ნომერ 37 საარჩევნო უბანზე დაამთავრდა არჩევნები, დაითხოვეს ვითომ თუ ამას დათვალქვია ხმები, შედგა შემაჯამებელი ოქმი და ერთმა ადამიანმა მოვაწერა ხმელას მაგივრად ხელი. და ესეთი არის დაახლოებით 15 თუ 16 საარჩევნო უბანი. აი ამას ვასაჩვენებთ. ბოლო ვადა იყო 6 საათისთვის. ეს მოხდა რომელ საათზე მოხდა ეს დარბევა? დღეს. Который часов это произошло? Который 2, 3, час. Პირველ საათზე მოხდა დარბევა. ანუ 6 საათამდე იყო და ეხლა თუ ჩვენ მივად CSGO-ში და იქ თუ გვეტყვიან, როდესაც რა 6 საათი ამოიწურა და არა გვაქვს უფლება დავიტოვოთ ეს საჩივარი და გავატაროთ რეგისტრაციაში, ნუ კიდევ უფრო ცხადი გახდება რა იყო მოტივი ამ თავდასხმისა, ნუ ერთ-ერთი მოტივი ყოველ შემთხვევაში. აღარ არის ხახდო ხელისუფლება არც ახალქალაქში, არც ნიუ-იორკში, არც კასპში და არც ზუგდიდში და არც თბილისში. ბანტფორმირებები მართავენ აი ესე ხელის გადაგრეხებით. თქვენ წარმოვიდგინეთ ერთი წამით რო არა მართლა გმირი ხალხის ხმა, რომ არა მათი მონდომება და რო არა ის დაახლოებით ოპოზიციურ ხმებს გულისხმობ თუ ასწრებ 900,000-მდე ხმა, რომელიც ჯამურად მიიღო დაახლოებით 900,000 ხმა ოპოზიციურმა სხვადასხვა კანდიდატებმა, რო არა ის მარცხი, რომელიც იწვნია ქართულმა ოცნებამ, რა დღეში იქნებოდნენ ისინი დღეს ახალქალაქში და ნინოწმინდაში. რას ბედავენ მას შემდეგ, რაც ხალხმა უარი უთხრა, მიუხედავად დაშინებისა, შანტაჟისა, პირადობის მოწვევების ჩამორთმევისა, ადამიანების გატაცებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მომაწედეს მაგალითად ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დაახლოებით 1 საათის წინ ინფორმაცია, რომელიც თურმე მუშაობდა, არც ვიცოდი ამ ქალბატონს არ ვიცნობდი, უშუალოდ ენძელ კოიანის ბიზნესებთან დაკავშირებით აბზადებდა სიუჟეტს. და მისი ერთ-ერთი წყარო, რომლის ჩასაწერად იგი მოემართებოდა თბილისიდან დაახლოებით 1 კვირის წინ, ამ ქალბატონმა აღმოაჩინა დაკავებული. ეს ადამიანი ან დღეს არის იზოლატორში მოთავსებული, ან არ ვიცი რომელიღაც ციხეშია. ანუ წყარო მიაწოდა ინფორმაცია კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ენძელ კოიანს, გოგონა ჟურნალისტი დამოუკიდებელი, რომელიც მე დამიკავშირდა უშუალოდ 3 საათი 4 საათის წინ, როდესაც ის ამბავი მოხდა, რაც მოხდა და მე ჩემი ინფორმაციით ყველა მედია საშუალებებთან მას ჰქონდა კომუნიკაცია და ალბათ ეს ეთერში დღეს გავა. ჩამოვიდა თბილისიდან ჟურნალისტი ამ ადამიანთან დასასაუბრებლად და ინტერვიუს ასაღებად და ეს ადამიანი დახვდა და დაკავებული და დაჭერდა დღესაც არ იციან სად არის. ეს საკეუბედურება რომ აქამდე ჩვენ ეს ვერ გავიგეთ, მაგრამ აი ესეთი ფეოდალიზმია დღეს. და აგვირახსნილობა დღეს ახალქალაქში. და ეს ხალხი ვინც აქ არის, დიახ, ამათო თავი არ დაუხარის ენძელ კოიანს. ენძელ კოიანის მაფიას. და ჭუიდან გადასულები იმდენად გათავხედნენ, რომ ოფისში შემოსვლიდნენ. და მარტა ზაქები როგორ ბედავენ აი არ ვიცი, გავიცინო, გავბრაზდე. აი ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც ისინი ჩადიან, საუბრობენ, რომ თითქოს დესტაბილიზაციისთვის ემზადება ოპოზიციური პარტიები, თითქოს რაღაცა შეთქმულებას აწყობენ. ხელისუფლება ერთის მხრივ ამას საუბრობს რიტორიკის დონეზე, ფოლკლორის დონეზე. მეორე მხრივ, რასაც სხვა საბრალებს, იმას აკეთებს პრაქტიკაში და ამ ყველაფერს აუდიო, ვიდეო, ფოტო მტკიცებულებებით ჩვენ წარმოვდგენთ საზოგადოებას ამის შეერა, იმიტომ რომ საკუთარი თვალით ხედავს და ყოველდღე ისმენს, მაგრამ ეს უტიფრები, სამწუხაროდ სხვა სიტყვას ვერ პოულობ, გამოდიან პოლიტიკური ელიტიდან, ქართული ოცნების
დეპუტაციის ფარგლებში, არ ვიცი, სამინისტროებში და საუბრობენ მინისტრები, დეპუტატები. ეს ყველაფერი არის ტყუილი, ეს ყველაფერი არ ხდება. აი, მაინტერესებს რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა. მაგრამ მათი პასუხი ნაკლებად საინტერესოა უკვე. პასუხი გასცეს. ხო არა, მოკლედ მე მგონი რომ დღესავით ნათელია ყველაფერი. და ერთი რამე მინდა უთხრა, რომ რაცამდე შეეცადოთ ჩვენ პროვოცირებას ვერ წამოგვაგებთ ვერაფერზე, შვიდად წყნარად უპასუხებთ ყველა თქვენს ასეთ მოქმედებას და აუცილებლად როცა გუშინ სხვათა შორის ორშაბათს დილით კალაძე გამოვიდა, აი ჩვენ გავიგეთ ხალხს, რომ ხალხთან დავკარგეთ კონტაქტი, ვერაფერი ვერ გაიგეთ თქვენ რა, როგორც ჩანს ვერაფერი ვერ გაიგეთ და ვერაფერი ვერ წარმოიდგინეთ. რა განცხადებებს აკეთებთ დღეს? თქვენ გონიათ რომ ვინმეს კიდე ჯერა ამ თქვენი ფარსის და ტყუილების რაღაც დაბრალება ჩვენსკენ ისო ჩხუბი, ესე იგი ნახეთ განცხადებას აკეთებენ რომ ჩვენ შტაბში ჩხუბი დაიწყო გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებმა. ნუ ხალხო, კარგით რა სიცხვილეა უკვე და დაგიძველდათ ეს ტყუილები და ამიტომა რომ მეორე ტურში 70-30 კი არა, შეიძლება 20%-იც ვეღარ აიღოთ უკვე ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში. ჩვენი ქმედება იქნება მწყობრი და კიდე ერთი რამე, როცა სამოქალაქო სიტყვას ახსენებს პარლამენტის წევრი. მე ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტის წევრს უნდა დაატოვებიოს ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ძალამ საერთოდ თავისი რიგები და პარლამენტი უნდა დაატოვებიოს, მაგრამ ახაც უხამსები ხართ. ახაც თქვენი პერსონალური მეტი არაფერი არ გაინტერესებთ ხალხს. ჩვენ სახელმწიფო გვაინტერესებთ და თქვენ სკამები გაინტერესებთ. ჩვენ ამ ქვეყნის მშენებლობა გვაინტერესებთ, თქვენ ფულის შოვნა გაინტერესებთ. აი ეს დამთავრდება რა. ხალხი ყელში აქვს ამას ჩართეთ ტელევიზორი, რადიო, ქუჩაში გადით. ხალხს დაელაპარაკეთ, როგორც იქნა ამოისუნთქა. სულამდე თქვა, რომ დაიწყება ნორმალური პროცესი. და კიდე ერთი, თქვენგან განსხვავებით პოლიტიკურ შურისძიებას ჩვენ არ დავიწყებთ. და აი ეს მეთოდები 2012-დან რო იყენებდით ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაძლებდით ჩვენს აქტივისტებს რეგიონებში, ეს დამთავრდება აუცილებლად. ეძელკოიანებისნაირი და ასეთი კრიმინალები კიდე რა თქმა უნდა მათ პასუხისმგებაში მიუცემ და მე კიდე ერთხელ მოვუწოდებ პოლიციას. პოლიციამ უნდა შეინარჩუნოს ღირსება და ნეიტრალიტეტი ამ პროცესში. ბევრი ღირსეულები ხართ და ძალიან გთხოვთ, რომ შესაბამისი მოქმედება იყოს. უპასუხოთ, არაფერი არ დარჩება საერთოდ. ბატონ მელიქ რაისიანი გახლავთ, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მამა, რომლიშვილიც უმოწყალოდ ერთი გახდა თავდასხმის მსხვერპლი და მეორე მისი შვილი თავად ბატონ მელიქა მოგახსენებთ ჩვენ. Дать самая большая трагедия в Джавахите то, что у нас не существует полиции, у нас не существует спецслужб. То есть они существуют, но для одной цели. Они занимаются фальсифицированием выборов. Вот сегодняшний вот этот инцидент случился из-за того, что вседозволенность со стороны полиции и спецслужб, потому что в Агалкалаке Ниносмида закон не работает. Вот это вседозволенность послужило тому, что Энзел Мекоян, конечно, после выборов он не смог оправдать те проценты, которые на него положило руководство. Он был очень звенчим, потому что меньше 80% он никогда здесь не брал. Это был запас, резерв для всей грузинской агиткомпании, для всех выборов. Он, конечно, нервничает. Я вас хочу заверить за одно дело. Он очень глубоко ошибся сегодня. Он не должен был это делать. Это даже не криминал. Это организованное бандитское сообщество депутата парламента, тех спецслужб, которые здесь, и нашей полиции. Я вам обещаю, что вот этими выборами вся эта ситуация изменится. Люди должны работать и жить в законном обществе, в нашем государстве, законном, чтобы он работал закон, а не понятие Инзела или его криминальной банды. Спасибо за внимание. Да, сын приехал уже. Его держали час-полтора, чтобы полиция делает оперативные мероприятия. Вот сейчас у Энзела собралось человек 100-150 вооруженных людей. Его поделили. აი ხა გვაქვს ინფორმაცია ხონდა მე 20 წუთი მოგიგებით. დაახლოებით 150-მდე ადამიანი არის ახალქალაქის ის მიმდებარე. Arle Merop. Merop mem Arle.
მე ბანმის ვარ ჯერა კაცო მაშინ კაში აი ეს აბა ჩვენ ნახეთ რა დღეში არა აშე მე არა ნად ეს არის ადამიანი რომელსაც რომლის მისამართი და ზახორციელებენ ზარებს ეს არის ადამიანი რომელმაც აიგო პირველად ეს საფულე რომელიც დაუვარდა ენზელკოიანის ძმას და პირადად ურეკავენ და ემუქრებიან რომ გადასცეს ეს საფულე პირადად მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში он чем виноват они истили он думал что это истили наши он поэтому нам отдал около нашего офиса отдал сейчас они говорят если не вернешь мы тебя угрожают убьем но этот человек tu gidei de merne mesmo Давидези. Марина ты сам ворсинг есть арас. а ну ты же не знаешь что ты думаешь что нас ლაპატე გუმინია აი ეს არის გამოიდგინეთ ყველას გასაგონად და ენზელკოიანის და მისი ძმის გასაგონად თქვენი პირადობის მოწმობები და ის მტკიცებულებები გაყალბების არჩევნების მაქვს მე ჩემს კურტუში და მექნება მანამ სანამ შესაბამისი უკრავდა არ დამიკავშირდებით. ყველა ურეკავთ ამ ადამიანს არ შეაწუხოთ კიდეთი მტკიცებულება და სხვათა შორის აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნორმალურ ქვეყანაში ასეთებად იმუნიტეტი უნდა ეხსნებოდეს და უნდა სისხლის სამართლის პასუხი ადამიანი არის. ნახეთ ხელებს შეკეთეთ რა. აი ეს არის ადამიანი ნაცემი. Какого-то перинди. есть иранцы наверное полиция Это гайна сарны, это гайна. полиция документы будут полиция пусть они обращаются в полицию кстати Ника რომ მივიდა საჯაროდ ეს საფუძვლები არა თვითონ ხალხში რომ მიგო полиция подъехала к нашему дому звонит и говорит что мы должны их повезти на дознание а что да ну всех нельзя их сейчас у нас адвокат они сейчас дома в постельном режиме, они никуда не выходят. Пусть адвокат занимается. Да. И все тесты... Аям ადამიანს, ამ ადამიანს ერთი თვისღერი არ ჩამოვარდეს დავიდა ვარ. ორციელდებას აი აქ ეხა ეს ადამიანი მოვიდა სათხოვნელად, რომ საფულე მისთვის გაგვეტანებია. სიმართლე ამისთვის უნდა იყოს, იმიტომ რომ იმდენად დიდი ზეწოლა განახორციელეს ამ ადამიანს. გამოუშვეს ადამიანი მომბეცი ჩვენი საფულე. ამ საფულეთივ ჩვენ მეში საფულეთები კრედიტ ბარათები რა შეჭირდება უბრალოდ არის მტკიცებულება კონკრეტულად ის ადამიანი იმყოფებოდა გრიგოვაშას და შტაბში დარბევისას და ხედავთ როგორი ზეწოლის ქვეშ არის ხო ხედავთ მოკლედ საკითხი ძალიან მარტივია რა. აქაო არ სამართლიანი იურისტები ამოვლენ ადვოკატებთან ერთად მისცემენ ჩვენებებს ეს ჩვენი წარმომადგენლები ტვინის შერხევები აქვს დაზიანებები აქვს ყველაფერი ეს დაფიქსირდება პროცედურულად მიუღებით ყველაფერს აბსოლუტურად. ჩვენ დავიცავთ კანონს, თქვენ არ ღვევთ კანონს, ჩვენ დავიცავთ კანონს, იცოდეთ და კანონის შესაბამისად მოხდეს. ჩვენ ვართ გარანტი ამ ქვეყანაში უკვე კანონის დაცვის და თქვენ მოგიწოდეთ რომ ნუ არ ღვევთ კანონს, მოგვიწევს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება. პირდაპირ მტკიცებულებებია სხვა შორის არჩევნების გაყალბების ჯიბი და კოდე. რა თქმა უნდა და ეხა ზეწოლას ინტერნეტზე მოახერხეს გიორგი ზეწოლის განხორციელება, რომ ადამიანი საკუთარი ფეხით მოვიდა და თხოვს რომ საფუძველი გადავცე, იმიტომ რომ მე ავიღე. ხორციელდება სატელეფონო ზარება. Maman ist Maman Honda. Mara são gastado. А у них работает. დედას Mama, დედას და მაჭირი ეს კაცო Звонишь, чтобы нашел. წარმოიდგინეთ ისეთი უნამოსოები არიან რომ დედას ემუქრებიან რა დედა მის ემუქრებიან დედა მათთან მუშაობს სადღაც და у них как партия Я сказал, не знаю, что. ყველაფერი რაც არის ეზევასია და დედამის წარმოიდგინეთ რომ დედამის ემუქრებიან ხალხურ ადონიზი და ეს ვინახართ ხო არა მზარეულად მუშაობს თუმცა რაღაც ეძელის ერთ-ერთ ბიზნესში რა
კიდევ ერთხელ მინდა წარმოვიდგინეთ ეხლა ძალიან ბევრი Facebook მეგობარი შემოგვიერთა ეს მოისმინა და ნახა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მათთვის ვიც არ იცის. ერთ-ერთი თავდასხმელი, რომელიც აქ იმყოფებოდა ქართული ოცნების დეპუტატის ძმა, ენზო კოენის ძმა, იყო არათუ ორგანიზატორი, უშუალოდ შემსრულებელი. ხელკეთილ შეიარაღებული დაარბია ოფისი. და მისდა საუბედუროდ მას დაუვარდა საფულე, სადაც არის დამადასტურებელი ფაქტები, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა. ეს ადამიანი გახლავთ ვერ დავემახსოვრ, კოიანი, მარტუნი და ფურცელი, როგორც ავაჩვენე მათ, ვინც უკვე ნახა, კონკრეტული მითითებულის მანქანის ავტომობილის ნომერი. ოფისის მანქანის ნომერია, რომელშიც იჯდა ადამიანი და გადაადგილდებოდა CSGO შენობისკენ, სადაც მიქონდა საჩივარი უნდა შეიტანა CSGO-ში დაერეგისტრირებია და მას ჩაუსაფრდნენ გადაუკეტეს მანქანა დაახლოებით 6-მა თავდასხმებმა, 6 მათი კუთვნილი მანქანით ფიზიკურად გაუსწორდნენ და იმ თავდასხმის დროს პირველი შეურაცხყოფა მიაყენა ფიზიკური ენზემკოიანმა დეპუტატმა. მოკლედ იქ უმოწყალოდ ცემეს ეს ადამიანი. მან CSGO-მდე ვერ მიაღწია. მე დაახლოებით 9 საათში არც კი მთელი ეს ბატფორმირება კასეტებით და ხელკეთებით შეერაღებული გადმოვიდნენ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქ მეორე იერიში მიიტანეს და ოფისში შემოწვიდნენ. ამ დროს დაუვარდა ეს საფულე. მაგრამ ეხლა რა ხდება? ემუქრებიან ადამიანს, ვინც ეს საფულე მე გადმოცა. მის ოჯახის წევრებს, უშუალოდ დედას, რომელიც მუშაობს ენზო კოიანის ერთ-ერთ დაწესებულებაში მზარეულობს. იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი არის ახალქალაქში, ყველაფერი რაც კი არის ნინოწმინდაში, ყველა კომერციული დაწესებულება არის საკუთრება ენზო კოიანისა. მე მაქვს ბატონო ჩემო ენზო კოიანო, აი ეს თქვენი მამხილებელი ფაქტი, თქვენი და თქვენი ძმის. გამოდი დედამისურეა. აი ეს არის მართვის მოწმობები, აჩვენე? აჩვენე. ეს არის ენზო კოიანის ძმა. კოიან მარტუნ. ძმა, აგერ პირადობის მოწმობა. მარტუნ კოიანი. ამას ყველაფერს მივიტანთ, რა თქმა უნდა, მკიცებულებად უბრალოდ დავაფიქსირეთ. ეს ბარათები სამი ფაკეთითო. სოლო. Одна из них что-то очень მარტუნ дорогая. მარტუნ კოიან. გაგითხრათ. არ გაგივათ ხალხი, არ გაგივათ. რამე ზალადობა. ამაზე ნათელი და კაფეო ილუსტრაცია თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, მე მგონი ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს ხო უკვე. ესეც კი იტრა ეს ყოველ დღე გონია რომ ლიმიტი ამოწურეს გაკვირვების და გაოცების, ხალხს ვეღარ გაოცებენ საარაკო ტყილები, ვეღარ ჩაიდენენ იმაზე მძიმე დანაშაულს, ვიდრე ჩაიდენეს გუში. ყოველ დღე ახალ და ახალ ასე თქვა ფანტასტიკის სფეროდან ეთყობა მათ უდრტკვიტვინელი კრავით გამოვიდა ის და გავიგეთ ხალხმა რაც გვითხრაო და მეც აღარ ვიზამთო და მეორე დღეს კალას მოდა მეორე დღეს რას ჩადიხარ და well დღეს თუ არ მსხვენია თქვენი კომენტარების რასაც თქვენი დღე აკეთებენ არა ხო საინტერესოა კალაზე ხალხს მოუწევთ დააბრალა იმას რა თქმა კლევით ორგანიზაციასო არ უნდა დააყრდნობოდით და ხალხს ჩვენ მოუწყვდით და მაპატიეთ და ის ვისაც თქვენ დღეს ფიზიკურად გაუსწორდით და ვინც უმოწყალოდ ცემეთ ეს ხალხი არის ხო 4 საათია გასული მეტი რა 4 საათი ბოდიში პირველ საათზე მოხდა ეს დარბევა 7 საათია გასული და ერთი ადამიანიც არ არის პოლიციამ ისე განცხადება მაინც ხონდა გააკეთოს მარტო ზოგადი არა კონკრეტულად Не забирает, они приехали домой к нам, пошел Жорик, кого папили, их забирать в полицию. Наш адвокат приехал. რა уже они должны быть მტკიცებულება არ მოვიდნენ ჩვენი იურისტები ის ნაშენ იურისტად ნიჩვენი და აი რატო მოდით ახლა ყველაფერი ასევე ენზო კოიანის შესახებ რატო ვარ მე მაგალითად სულ მომდამ სანამ ეს გაერთიანებული ოპოზიცია ჩამოყალიბებოდა კოალიციის სახით ძალა ერთობაშია სულ მუდმივად ამოდი ნაციონალური მოძრაობა არის განახლებული ნაციონალური მოძრაობა ხო
ეს ბატონი ეს ენზემკოიანი 2012 წლამდე გახდათ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი. და 2012-დან 2016 წლამდე ქართული ოცნების და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გახდა მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი. და ამაზე მაქვს უბრალოდ პრეტენზია იმ ადამიანებთან ქართულ ოცნებაში, როდესაც ბედავენ და საუბრობენ რომ რაღაცა არ მოწონდა და შესაძლებელი სამათიანი რომ ვეც არ მოწონდა ძალიან ბევრი რამ და ამიტომ წააგო წინა ხელისუფლება. მაგრამ რა მოხდა? ყველა უღირსი ვინც იყო წინა ხელისუფლების რიგებში, ყველა გადაიყვანეს თავისთან. და ვენტრაგრებად ყველა ნორმალური ადამიანი. ვისი დახმარებითაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვისაც კოალიციით მოვიდნენ. არიან დღეს გაერთიანებულ ოპოზიციაში. და საუბრობენ რაღაცა გაურკვეველ არგუმენტების მოყვანით წინა ხელისუფლებაზე, როდესაც თავად ყავთ მეცინება რამდენი ყოფილი ხელისუფლების დეპუტატი ყავთ ქართულ ოცნებაში და სანამ ენა მოუბრუნდება ბატონ კობახიძეს, ბატონ ივანიშვილს, ბატონ კალაძეს თავის რიგებში მოიკითხოს ბურუსიძე, თავის რიგებში მოიკითხოს ფარცხალაძე, თავის რიგებში მოიკითხოს ენზემკოიანი, ზარდიაშვილები და ასე შემდეგ. მე ხარ ერთ-ერთი ქალბატონი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში რომელსაც უთხრა იქნებ დღეს გაჩერდეთ ახალ ქალაქში და რამე გაათენოთ რომ აქ იყოთ, იმიტომ რომ სათითაოდ არის რისკი რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ რომ წამოვიდიან. აუ ერთი წამი რა, ეხლა სტრატეგია უნდა შევათანხმოთ რა, შევთანხმდეთ რა. გვაქვს სამი საქმე გასაკეთებელი, საოლქოში საჩივარიაში ესატანი, პოლიციაში ესკიცებულებაა მისატანი და ემაში რა ქვია მას იურისტები ჩამოვიდნენ უკვე რა და დაკითხვაზე უნდა დაასაჩვენოს. არა, რატო? სანამ ეხა აშოტა და ჩვენები არ მივიდნენ დაკითხვაზე, ისინი რა თქმა უნდა არ გამოაჩინონ, ფაქტზე არ აღძრეს ეს საქმე. იმიტომ შესაძლებელია ვიდეო კამერები ამოიღონ და დააკავონ. დაელოდებიან და არგუმენტად გამოიყენებენ, რომ აი არ მოდიან დაზარალებულები და ჩვენებებს არ გვაძლევენ. რა თქმა უნდა, ჩვენებას მისცემენ და იმის საფუძველზე დაუბრუნებლად დააპატიმრონ. მაგით რომ ეს ეგეთ შეიძლება გააკეთონ, ამიტომ აი გადაღებული არის რაღაც გააკეთონ. ხო და ერთი წამი სად არიან? არ მოსულა ეს ადვოკატი. აქ არიან სადღაც ვერ ყოლობენ ოფისს. იცი რა? დამონა, რატო არის გაგიჟებული რა? ხო. ეს ადგილობრივია ფეოდალი. აი როგორც ბატონმა მელიქმა თქვა 80%-ზე ნაკლებს ეს ადამიანი არ იღებდა, აი იღებდა როგორ აფორმებდა და უბრალოდ წერდა იმას, რასაც უნდოდა. 80%-ზე ნაკლებს. ეს ვერ მოახერხა წელს. იმიტომ აი ამ ხალხმა იბრძოლა და ხმები დაიცვა, რაც შეძლეს თითოეული ხმა თითოეულ საარჩევნო უბანს. და შოქში არის ეს ენზემკოიანი, იმიტომ რომ როგორც ბატონმა მელიქმა თქვა, ახალ ქალაქიდან და ნინოწმინდის აი ამ დაწერილი და ცაში ავარდნილი პროცენტებით აბალანსები მაგალითად წაგებულ უბნებს თბილისში 50% очень мало. Как ему заказывать? Последним данным он говорил, 93% я не знаю, мне в Тбилиси нельзя. 93%. Когда это он взял? Вот, нет. С него это просили, руководство. Что у них какая-то проблема в Мармиуле. Они же надеются на азербайджанское население и армянское население Джавахиде в конце. Когда у нас проблема в Мармиуле, ты должен 90 больше привезти. Сейчас, конечно, он бушует 58 или 59%. აი ესე ქონდა წამოვიდგინეთ. მას შემდეგ რაც დაწუნდა ხელისუფლება რომ წააგო აბსოლუტურ ნორმალურ უბნებს ქვეყნის მასშტაბით. ხო, შემოინახეს ბოლოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო უბნები და აპირებდნენ მაქსიმალურად გაყალბებას იქამდე სანამ მათ დაჭირდებოდა და ეს ვერ მოახერხეს. და რა პროცენტის დაიწერეს 59%. ეს ენზემკოიანისთვის აქ არის მარცხის ტოლფასი, მარცხია რეალურად ადამიანი 82, 80, 83, 85% იღება. ამოვიდგინე. ეხა ურეკავ ენზემკოიანს და ან პასუხობს. მას გიპასუხებს გიყურებს ალბათ. აი ხა ლაივში უგზავნი Facebook მესიჯს რომ თავი დაანებოს იმას რა გაუგზავნოთ. ქართული არის ეს მაგალითად ხო და რა.
Энзел, это Георгий Вашадзе, ты хорошо знаешь мой номер. Я сейчас тебе присылаю аудиосообщение. Предупреждаем, что оставь в покое всех наших людей. Мы обязательно это дело доведем до конца. Обязательно будет расследование на это все. И второй момент, чтобы ты понимал. Сейчас звонят ребятам и говорят, что там лопатник вернули обратно и так далее. Все у нас в руках. Ты зря звонишь. И скажи твоему брату, и сам ты тоже понимаешь, что это так просто не пройдет. И еще раз. Коррупционные схемы, которые, криминальную банду, которую ты строил, раз и навсегда закончится. Грузинская мечта тебя не спасет. Ты очень хорошо это знаешь. Поэтому перестань делать все это. Еще раз предупреждаю. Пока что, пока еще у тебя есть, это как его, лицо хотя бы сохранено. Мы по закону будем действовать. Ничего, никакая провокация против нас не сработает. Не будем отвечать теми же методами, которыми вы сейчас все это делаете. Так что это сообщение хорошо послушай и потом хорошо подумай. Лучше, если ты сам придешь в полицию и напишешь заявление. И, кстати, тебе надо снять иммунитет, и ты должен пойти под ответственность. Ты потеряешь мандат депутата, потому что лично участвовал в этом всем. Это обязательно произойдет. Мы это тебе гарантируем. Как это, все это произойдет по закону. ყველაზე არასასიამოვნო შეტყობინება, ალბათ რომელიც მიუღია. რაც მიუღია ცხოვრებაში. რომელიც მიუღია ცხოვრებაში. მივიდა უკვე შეტყობინება, ასე რომ ეხლა ცოტა ხანში მოისმენს. Не, я не прочитать, я послушать. Вот, записано, так что это все записано. Он уже вошел туда. Вошел уже? Вошел. მოიგინე ისე არის გადავიდა 50% ტრაგედიას მეაჩვენა. ამდენი უბანია გასაჩივრება. ოცდასამი საარჩევნო უბანია გასაჩივრებული. ანუ პროფესორეთ ფორმალურად ჯერვერბოვასავით გასაჩივრება, იმიტომ რომ ეს ადამიანების მიქონდა ცემეს. ანუ აი ეს საჩივარი კიდევ ერთხელ ბოდიში მათთან, ვისაც ეს უკვე მოსვენილი აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა. ეხლა და მათთვის გავიმეორე. ანუ აი ეს საჩივარი მიქონდა ჩვენი შტაბის წარმომადგენელს CSGO-ში, აქ ახალგაზრდაში, რომლის მიხედვით საჩივდებოდა 30-მდე ოფისი, საარჩევნო უბანი. სადაც შემაჯამებელ ოქმებზე ერთი და იგივე ადამიანის მიერ დასმული ხელმოწერა ყველას ნაცვლად. წარმოიდგინეთ. და გზად დახვდე ფიზიკურად გაუსწორდე, ამ ადამიანს ვერ შეიყვანა, რომ საოპერაციოშია თბილისში, რომ CSGO-ზეა საუბარი. ამის შემდეგ გადმოვიდნენ შტაბთან, უშუალოდ მოპირდაპირე მხარეს. რამდენიმე შტაბის წევრი იდგა ქუჩაში, მათ გაუსწორდნენ ფიზიკურად, ამოცვიდნენ. შიგნით შემოცვიდა 4 ადამიანი, გარეთ იყო დაახლოებით 25. შიგნით გაუსწორდნენ, წავდგინეთ რომ ანახოთ თუ შეიძლება. სისხლის ხვალე. შეიძლება. აი ეს არის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი. ანუ აი აქამდე ბოლო დაპირისპირება მოხდა აი აქ. სისხლის ყვალსაც ხედავთ, ხო? აი აქ. ის საჩივარი ფორმა. ეს არის პირველი სართული გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბისა, სადაც შენობაში დაპირისპირება დაიწყო აქ. თქვენ ხედავთ სისხლის ყვალს. მაგრამ სულ თავიდან დაპირისპირება დაიწყო, ეხლა თქვენ აქ ვერ დაინახავთ, აქ ფაქტობრივად გუბეები დგას სისხლის შტაბის მოპირდაპირე მხარეს ზუსტად ქუჩაში. წინ არის საშუალო სკოლა, რომელზეც არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა. გვერდით შენობაზე არის სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც ახლა თუ ვერ დაინახავთ, მაგრამ სულ რაღაც 40 მეტრში
მაქსიმუმ 50 მეტრში მეორე ვიდეო სათვალთვალო კამერა, ანუ ხელისუფლებასაც წესი და რიგი არ უნდა გაუჭირდეს, ასე გაჭირვებოდა, ამ წუთის მდგომარეობით ამოიღო მტკიცებულება და დაეკავებია ყველა თავდასხმელი. აი ეს საფულე, რომელიც ერთ-ერთმა შტაბის წევრმა აიღო, მას შემდეგ რაც დაუვარდა სიჩქარეში დაუვარდა დეპუტატ ქართული ოცნების დეპუტატ ენზელ კოიანის ძმას. მოხდა ზევი დაუვარდა, აიღო, გადმომცა მე და ეხლა თქვენ იხილეთ ალბათ, როგორ ემუქრებიან გრიგოლ ვაშაძეს შტაბის წევრის დედას და სთხოვენ მას, რომ ეს საფულე მისმა შვილმა მიუტანოს ენზელ კოიანს და მან უნდა გადასცეს მის ძმას. და შტაბის წევრის დედა მუშაობს ერთ-ერთ საკვებ დაწესებულებაში, როგორც ჩანს რესტორანში ან სასადილოში მზარეულად, რომელიც ეკუთვნის ენზელ კოიანს, რა ყველაფერი ენზელ კოიანს. საჯარო დაწესებულებების გარდა რაც კი შენობა არის, ყველაფერი არის ენზელ კოიანის საკუთრებაში. ანუ მათი ჭკუით მათ რაკმეს. აი აქამდე ბოლომდე დაღვარეს სისხლი შენობის პირველ სართულზე და უშუალოდ სადაც ოთახებია განთავსებული, ხო? საერთო დარბაზი. აი აქ ისინი აღარ შემოსულან. Niko, отсадze включили чахла. Как? Через минуту. Здесь. Сейчас 8 попросили телекомпания ДВБ. Здесь это то, что Да, у меня через 5 прямой эфир. Давай, ჩვენი მხარდამჭერები არიან შეკრებილი შტაბში. ჩვენი მხარდამჭერების მეორე ნაწილი თბილისში ახლა მედის დიღომში ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, სადაც აბრამ აბრამიანია რეანიმაციაში. რა ვიცი რა უნდა გითხრათ, აბა ყველაფერი ვთქვით, რაც სათქმელი იყო და კიდევ ერთხელ გავემეორებ. საქართველო დღეს იმართება შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებით, რომელსაც ყავთ თავისი ის ნაცვლი მამები, როგორც ახალქალაქში მკოიანი, თურმე თბილისში ყავდა ასეთები ფარცხალადი და სუბელიანი, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების ცემა, გაშიშვლება, კერძო ციხეში მიყვანა, წამება და უმოწყალოდ ცემა. აშოტ რაისიანს ტვინი შერყევა აქვს, უამრავი ნაკერი აქვს კეფაზე, რადგანაც მას მიაყენეს ჭრილობები პისტოლეტის ტარით.
აბრამ აბრამიანს გატეხილი აქვს სახის ზვალი აცთენით და ყბა აქვს ჩამსხვრეული და ძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაიყვანეს ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში. დანარჩენებს სახი არა აქვს, ერთი მთლიანი ჰემატომა არის და ექიმი იძახის, რომ 4-5 დღე აუცილებლად უნდა იწვენ, რომ გამოვლინდეს რამდენად სერიოზულია ეს ტვინი შერყევები. მოკლედ ბანდიტები არიან, ბანდიტები ნამდვილი ავაზაკები შარაგზიდან მოსული, მაგრამ ყველა ჩვენ მხარდამჭერს მიუმართავ, ყველა ჩვენი პარტიების წევრს მიუმართავ. აქ ახალქალაქში და დანარჩენ საქართველოში. მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოგვაგონ პროვოკაციაზე. არავითარი ჩხუბი, არავითარი დაპირისპირება, არავითარი ცემა ტყება. რჩებით საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და კონსტიტუციური გზით ცივილიზებულად ჩვენ ამათ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან და მოუგებთ ყველა არჩევნებს ისე, როგორც მოუგეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. არაფერი ამათ არ უშველით, ამათ ბანდიტური მეთოდები არ უშველის და დამთავრებული არის ეს ხელისუფლება და ერთი რამ მინდა კიდევ თქვა, გვაბრალებენ რომ ვითომ შურისძიებისთვის, რევანშისთვის მოვდივართ და ერთი რამე მინდა უთხრა ამ ჯომართ პროპაგანდისტებს ქართული ოცნების. აი ეს თქვენი მოგონებები სასაცილოდ არ ყოფნის საქართველოს მოქალაქეს. აი სასაცილოდ არ ყოფნის, იმიტომ რომ ჩვენივად იციან, არც შურისძიებას ვაპირებთ, არც კავკასიურ ვენდეტას, არც არავის დევნას მოვდივართ, იმიტომ რომ საქართველოს ფაქტიურად დრო არ დარჩა, სასწრაფოდ საშველი არის ქვეყანა, სასწრაფოდ. დიდი მადლობა. Yes, chair, I'm going to go to the Здравствуйте. Скажите, пожалуйста, какое издание? Из какого СМИ? Как? СМИ. Что представляете? Я хочу сделать специально по поводу работы полиции. Мой сосед пытается выжить меня и мою мать из нашей части дома. Он, значит, открывает незаконные магазины. Постоянно делает незаконные строения. Извините, сейчас принимаем включение, и вы можете немного подождать сейчас, Ника. Полицейм бездействует. Вот полицейм вместе, конечно, могу. Спасибо. через максимум 10 минут поговорим.
საჩივარი. მე არა. იმასა. აშოც აქვს. არტურის არის. სალომეზე შეიძლება გიქო მაინც. სალომეზე რა ქნა. როაგზელებს დახედ უკვე ახალგაზრდაში. მაგის გაგზელებას ამბობს. საჩივარი სადაა? საჩივრის მოცემი? ის როგორ საწავიდა შოთა საწავიდა. თან ამოვიწყდა. დიახ, ინგაშენ უკვე მაყურებელს მოუღებით აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წუთებში ახალქალაქში ვითარება, თუმცა სიტუაცია დაიძაბა არც საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს ერთმანეთს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა დაუპირისპირდნენ. თავდასხმის შედეგად დაშავებულია 4 ადამიანის 3 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ისინი ამ წუთებშიც გადიან მკურნალობას და არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ახალქალაქში საავადმყოფოში ერთი აქტივისტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ის რეანიმობილით დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს დედაქალაქში. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. ბატონო ნიკა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში და პასუხობთ კითხვებს. რა შეფასებას მისცემთ თქვენ აღნიშნულ ფაქტს? შეიძლება მომიტევით და პატარა მცირე კორექტირება შევიტანთ ეს წინასიტყვაში თქვენ ძალიან დაუპირისპირდნენ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ ახლა ვიპოვეთ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში, სადაც შემოწვიდნენ თქვენ ნახეთ სისხლის კვალები. ხო? სადაც შემოწვიდნენ ხელკეტები და ეგრეთ წოდებული კასტეტები, ხალხი. თავდასხმები. ენზო კოიანის ბანთომირების წევრები და ენზო კოიანი არის ქართული ოცნების დეპუტატი ახალქალაქის ოცნებაში. იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ დარბევაში. ქრონოლოგიურად. პარალელურ ქუჩაზე მოხდა პირველი თავდასხმა შტაბის ერთ-ერთ წევრზე, რომელსაც მიჰქონდა საჩივარი, რომლის საფუძველზე იგი ასაჩივრებდა გაყალბებულ 27 უბანს, 27-28 უბანს. მას გადაუხერხეს გზა დაახლოებით 6-7 ავტოსატრანსპორტო საშუალებით, გადამოცვიდნენ ხელკეტები და პირველი ფიზიკური იერიში მიტანა უშუალოდ არც მეტი და არც საკრები დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ენზო კოიანმა. ამის შემდეგ მისი ძმა, მისი ბანდის სხვა წევრები ხელკეტებით გაუსწორდნენ მას იქ ადგილზე საკუთარ ავტომობილში. უმოწყალოდ არის ადამიანი ნაცემი და ვიდრე ხელსაუბრობ ოპერაცია უკეთდება, პრაქტიკულად საქმე ადამიანს არ აქვს. ამის შემდეგ გადამოცვიდნენ ეს გავეშებული დაახლოებით 30-მდე ადამიანი შტაბის მიმდებარედ, ანუ მეორე პარალელურ ქუჩაზე, თამარმედის ქუჩაზე ახალქალაქში და ვინც იყო გარეთ ქუჩაში შტაბის წევრები, მათ იქ გაუსწორდნენ ადგილზე და ამის შემდეგ
შემოცილდნენ აქ შტაბში. და 4 ადამიანი როგორც თქვით არის მართაც უმოწყალოდ გაცემით. ამას ჩვენ ჩინები ამას თუ ვეძახით ჩვენ დაპირისპირებას. ამას თუ ვეძახით ჩვენ დაპირისპირებას არ გვაქვს. ესა თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბაპატია ინგა არმეს უყური არა, მაგრამ მე მინდა ერთი მტკიცებულობა თქვენთაში მქონდა შესაძლებლობა და ვანახე მაყურებელს, თქვენ მაყურებელს ექსკლუზიურად, მაგრამ ეხლა გავიმეორებ და დაწუნებული უფრო მეტი ადამიანი გიყურებს. ერთ-ერთ თავდასხმელს აკეთებს კომენტარს. ხო. ვინ აკეთებს? ძალზე აკეთებს კომენტარს და გააწვევს. რაზე? ამაზე? აბა გითხარი რა. მომასვენი. ვიმე? გიოს, განათებას გამოგთავდა ალბათ. და ფაბრიკის დირექტორის დავიწყე. Sabrok aldı. ასით მიზახავს. რა ხდება გითხარი ყველაზე განცხადება მოგვიყევი ვერ უყურებთ დაუშვებს დესტაბილიზაციასა და მოუხარებს პროვოკაციებს შემოწმება. გეპონემიკა სიცოტა სიოგაგესთან ქართულობაში მოყარი გასაგავარდა სიმხედა რომ ისინი არეულობას არა წინასაჩვენო ისინი დესტაბილიზაციას არ დაუშვებენ. თქვენი პასუხი აი ახლა ვერთობი ოფისიდან ეხლა ნუ ვაყოლებონ განსაჯულს თავად რა ნუ განსაჯულს თავად აი ზუტიფრობა ჯერც ვინსაუბროს ადამიანი რომელმაც მოაწყო კორცხები კახი კალაც ადამიანმა რომელმაც ნარკოტიკი ჩაუგდო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს ერთ-ერთ მისთვის არასასურველი კანდიდატის დელეგატს ესე მოიგეს ის არჩევნები აი ეს ადამიანი საუბრობს რა რომ დესტაბილიზაციაზე რა შემოვარდნენ თავპერი დაამკვიდრეს შტაბის წევრებს ეს ყველაფერი გააკეთა ქართული ოცნების ვისაც არ უნდა გაეკეთებინა რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ თერუბედურებას ვერ პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც სისულეში მოყავთ გუშინ კასპში გუშინზე მარნეულში დღეს ახალქალაქში დინოცნეში ცდილობენ რომ ჩვენ ჩაგვიწვიონ ამ დაპირისპირებაში და წამოგვაგონ პროვოკაციას და არ წამოვეგებით ხალხო დეპუტატი უშუალოდ მუშტიკრივით იყო დაკავებული დეპუტატი ენზა მკოიანი ქართული ოცნების ადგილობრივი ოლიგარქი ხო და მისი ძმა გაქცევისას დარბევის შემდეგ ოფისიდან ჩქარობდა როგორც ჩანს და დაუვარდა საფულე და ამ საფულეში ნიშნად მტკიცებულებისა ხა ჩვენ შეგვიძლია თამამად უკან სავარაუდოდ იყო დეპუტატი და მისი ძმა უკვე ეს კითხვა უადგილოა ქართული ოცნების დეპუტატის ძმა მარტუნ მკოიანი აი კამერას რო ვაჩვენე დიახ ეს არის პირადობის მოწმობა ბატონი მკოიანისა დეპუტატის ძმის დეპუტატის პარლამენტში საქართველოს პარლამენტში და მართვის მოწმობა ასევე კრედიტ ბარათები და შენაშე და თავარი ასევე აქ რომელიღაცა მაღაზიაში გადახდის ქვითარი
რომლის უკანაც აწერი ჩვენ ვნახეთ მანქანის ნომერი ნომერი რომელიც ეკუთვნის გრიგოლ ვაშაძეს შტაბის ხელმძღვანელს შტაბის მანქანის ნომერი იყო რომელსაც გადაადგილდებოდა ის პირველი ადამიანი პირველი მსხვერპლი რომელსაც გაუზრდა ფიზიკურად ცოტა დრო თუ ვინმეს აქვს ცოტა დრო აქვს აი ამ მოძალადებს ცოტა დრო აქვს ნამდვილად ივანიშვილის ფარცხალაძეს და ასე შემდეგ აი ამ კოიანებს და ასე შემდეგ ცოტა დრო აი ამ ყველაფრის ფონზე განსაჯოს მოსახლეობა საზოგადოება ვინ აწყობს პროვოკაციებს ვინ აწყობს დესტაბილიზაციას ვინმეს თუ არ აწყობს ეს არის ოპოზიცია არის გამარჯვებული ჯამურად გაცილებით მეტი ხმა აქვს აღებული ვიდრე პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა აიღო ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი ამოცანა ძალიან მშვიდად ძალიან წყნარად ორგანიზებულად მივიდეთ არჩევნებზე და იქ უთხრათ უარი ბიულეტენის სახით დიახ მადლობა თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ნიკა მელიას ხოდა ჩვენ წავიდეთ იმაში საუბრში ხო დაგეშვიდობებით ეხლა ჩვენ წავალთ CSKO-ში შევიტანთ იმ საჩივარს რომელიც შეტანაც სურდა ადამიანს დღის პირველ საათზე მაგრამ მოძღაოდ ცემეს და დროებით დაგეშვიდობებით